დაისვენე, ვიყავი უსაფრთხოდ და ისი ამოვნე დღით. Კაგი. Kanye West-ი დაბრუნდა საერთაშორისო არენაზე და ამჯერად ის ამტკიცებს, რომ ისტორია შექმნა. მან ახლახან გამართა გრანდიოზული კონცერტი თურქეთის ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე სტამბოლში, სადაც თავის ფანებს არასწორად უთხრა, ციტირებ, ახლა რეკორდი დავამყარეთ, 118,000 ყველაზე დიდი სტადიონის კონცერტი ისტორიაში. კი შოუს მართლაც ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა. ეს იყო ნახევრად კონცერტი, ნახევრად ფესტივალი, სადაც მას სცენაზე შეუერთდა მისი ყოფილი სიძე ტრევის სკოტიც და გულშემატკივრები მთელი ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოფრინდნენ. მაგრამ ეს სანახაობა რთულ ფონზე ტარდება. ეს არის ვესტის პირველი ევროპული ტურის გაჩერება წლების შემდეგ, მას შემდეგ რაც რამდენიმე ქვეყანა მისი კონცერტები ან დაბლოკა, ან გააუქმა მისი აშკარა ანტისემიტიზმის გამო. მაგალითად, სიმღერის გამოშვება სახელწოდებით Heil Hitler-ი, რომელიც პირდაპირ ადიდებს ნაციზმს. მიუხედავად იმისა, რომ այն ბოდიში მოიხადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და პოლონეთი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა, რომლებმაც მთლიანად დახურეს კარიმის მუსიკაზე, მაგრამ აშკარაა, რომ თურქეთს ამაზე პრობლემა არ აქვს. 48 წლის რეპერი ასევე აპირებს შემდეგი კონცერტის გამართვას ნიდერლანდებში, 6 ივნისს. ეხლა ჩვენთან ერთად ამ თემაზე სასაუბროდ, რა თქმა უნდა, ჩვენი უფროსი კორესპონდენტი უენ ალტერმანი შემოგვიერთდა. ავიარებ რომ არც რეპის და არც ჰიპ-ჰოპის გულშემატკივარი არ ვარ. მაგრამ ხომ იცი, იმდენი რამ არის სალაპარაკაკო. ცხადია, Kanye West-ი ტურნეზე მიდის. რას ფიქრობ, რას გვეუბნება ეს? შეიძლება ითქვას არტისტულ მემკვიდრეობასა და პოლიტიკურ და სოციალურ უარყოფით რეაქციაზე. ეს მთელი საერთაშორისო ტურნე, რომელსაც ის გეგმავდა, ძალიან საკამათო იყო, რბილად რო ვთქვათ. სურათები შესანიშნავად გამოიყურება, ეხლა ხან ნახეთ ეკრანზე. არ ვიცი 118,000 რეკორდია თუ არა, ნატაშა. არა, შევამოწმე. ის მახსენებს ბავშვს, რომელიც მიჩიგანის უნივერსიტეტის ფეხბურთის თამაშებზე დადიოდა და ყოველთვის ამბობდა, რომ შენ ხარ ყველაზე დიდი გულშემატკივართა ბრბოს ნაწილი, რომელიც ამერიკაში ფეხბურთის თამაშს უყურებს. და არ ვიცი, მართლა არიან თუ არა ყველაზე დიდი ბრბოს ნაწილი, მაგრამ ძალიან ახლოსა და ფოტოები შესანიშნავია. შესანიშნავ შოუს გავს. სხვათა შორის, თუ თურქულ მედიას გადახედავთ, განსაკუთრებით მათ ინგლისურენოვან გამოცემებს, მსოფლიოს წინაშე აი ამას უსვამენ ხაზს. ნახეთ, რამდენი ადამიანი მოვიდა. ისინი ჩამოთვლიან ქვეყნებს, საიდანაც გულშემატკივრები ჩამოვიდნენ მთელი ევროპიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან. შეავსეს ის სტადიონი და კიდევაც გადაავსეს. ხედავ, რომ შენ ასე დარწმუნებული არ ხარ. და მე ნამდვილად არ ვარ აქ, რომ Kanye West-ის ადვოკატი ვიყო. მაგრამ თურქეთის თვალსაზრისით ეს უზარმაზარი წარმატებაა. მათ აქ ვაკუუმი დაინახეს შესაძლებლობა, გამოიყენეს ეს და ეხლა მაქსიმალურად იყენებენ. და ფოტოები ბევრად უფრო მეც ამბობს, ვიდრე ის სტატიები. მაგრამ მართალი ხარ, ნატაშა. Kanye West-მა ბოდიში მოიხადა სრულგვერდიან რეკლამაში Wall Street Journal-ში. ვერ გეტყვით, რა არის მის გულში იმ საშინელი სიტყვების შემდეგ, რაც თქვა და ამბობს. ამას ნამდვილად მეტი დრო დასჭირდება. იგი პირდაპირ შექმნა სიმღერა სახელად Heil Hitler-ი. ეს უბრალოდ სრულიად უცნაურია. რა თქმა უნდა, გინდა რომ გულში შენახული კონდეს პატიება იმ ადამიანისთვის, რომელიც აშკარად ფსიქიკურ პრობლემებს ებრძვის, რაც კარგად არის დოკუმენტირებული. მან თავადაც არაერთხელ ისაუბრა ამაზე. მე ასევე ვფიქრობ, რომ ევროვიზიის შემდეგ და ისრაელის მიმართ ზოგადი ბოიკოტის ფონზე ჩნდება კითხვა, არის თუ არა მუსიკა ის ადგილი, სადაც პოლიტიკა უნდა გამოვლინდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ანტისემიტიზმი, როცა აშკარად ანტისემიტურია ადამიანი, შეიძლება ითქვას, ცოტა განსხვავებულია ახლა. ასეა. სხვაობა ისაა, რომ ევროვიზიაზე ის მთელი ქვეყნის დასჯა და ასევე კონკრეტული არტისტის დასჯაც. იგივე იყო სხვათა შორის, როცა 1 წლის განმავლობაში რუსი სპორტსმენების უიმბლდონიდან მოკვეთას სცადეს. თქვენ კოლექტიურად ბოიკოტს უცხადებთ კონკრეტული ქვეყნის ინდივიდუალურ არტისტებს ან სპორტსმენებს. ეს განსხვავებულია, ნატაშა. Kanye West-ი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე. ეს კოლექტიური დასჯის ბოიკოტი არ არის. ეს ბოიკოტია თუ მას იყენებენ მხოლოდ ერთი არტისტის მიმართ. და უნდა ითქვას, ბრიტანელების, ფრანგებისა და პოლონელების დასაცავად, რომლებმაც აუგზალეს მას თავიანთ ქვეყნებში შესვლა. არ არსებობს ადამიანის უფლება შეხვიდე იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც არ ხარ. ასე რომ ქვეყნებს შეუძლიათ აუგზალონ ვინმეს შესვლა ნებისმიერი მიზეზით ან მიზეზის გარეშე და ამ ქვეყნებს სრული უფლება აქვთ ასე მოიქცნენ. თუ ის ბოდიშს მართლა სერიოზულად იხდის, როგორც ჩანს, მას უფრო გრძელი გზა ექნება გასავლელი, რომ დაარწმუნოს ხალხი. ამასობაში თურქები, ესე ვთქვათ, ნაკლებად ინტერესდებიან ბოდიშის გულწრფელობით და რას ამბობს ებრაელებზე, რას ამბობს ჰიტლერზე, რას არ ამბობს ებრაელებზე და რას არ ამბობს ჰიტლერზე. მაგრამ ძალიან უხეში პოლიტიკური გზით, შეიძლება ითქვას ცინიკური გზით, იქნება ის სურათები, რაზეც მე და შენ საუბრობთ. მილიონობით ადამიანმა მთელ მსოფლიოში იხილა ძალის დემონსტრირება არა მხოლოდ Kanye West-ის, არამედ რეჯეფ თაიპ ერდოღანის მხრიდანაც.